სქემა არქიმანდრიტი საბა ის მოუგდავმა სულმა დაიმკვიდროს იქ, სადაც მართან და წმინდანი მკვიდრობენ. დღეს მამა საბა შეუსრულდა 50 წელი. ჩვენ თითოეული აქ მყოფნი ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ მის საქმიანობას, მის ბუნებას, მის ხასიათს. მამა საბა იყო ცარიელი გული, რომელიც ყველასთვის მისაღები იყო, რომლის გულიც იტევდა თვითონ ჩვენთაგანს, იტევდა ყველა მის ნაცნობს, ახლობელს და ნებისმიერი ადამიანთვის მზად იყო თავი გაეწირა, სიყვარულიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, მრავალი ტაძარი აშენებული, აღდგენილი. მე გამახსენდება ის ზემო აჭარაში, ხულოში, როგორი ერთგულებით, თავდადებით აშენებდა პირველ ტაძარს. იქ არ იყო აშენებული ზემო აჭარაში, პირველი ტაძარი სწორედ მამა საბასთან არის დაკავშირებული. რამხელა ბრძოლა ჰქონდა, სწორედ იმ ტაძრის აშენების დროს ის მანქანიანად გადავარდა ხრამში 50 მეტრის სიმაღლეზე და სასწაულებრივად გადარჩა. მისი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ღმერთმა გათვალა ის, რომ მას კიდე მრავალი შრომა და ღვაწლი ჰქონდა გასაწევი ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე. და მართლაც რუისის ურბნისის ეპარქიაშიც პირველი დარტყმა ბნელი ძალებისგან სწორედ მამა საბამ მიიღო. როცა ის ეკონომოსად დავნიშნა ეპარქიის, ძალიან დიდი შეტევა წავიდა მასზე, მაგრამ მან გადაიტანა თავისი ვაჟკაცური ბუნებით, თავისი სიმხნევით და მისი მოღვაწეობის გვირგვინი კიდე საბას კოშკის მამათა მონასტერია. და ჩვენ ვხედავთ, როგორ გულმოდგინედ აი ამ თითოეულ ტაძარში და მის კედლებში ჩაქცეულია მისი დიდი სიყვარული, მისი შემართება. და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა შეუწიროს ეს კეთილი ღვაწლი, რაც ამ ქვეყნად გაწია და ნაცვლად მიმაგროს მადლის სულისაცმინისა და დაამკვიდროს იქ, სადაც მართან და წმინდანი მკვიდრობენ. ღმერთმა აწყობოს მამა საბას უგდავის სული. ამინ. მამა საბას სიმხელა სიყვარული ჰქონდა, რომ შევთხოვოთ მის შეგვეწევა და დაგეხმარება იქიდანაც. ერთმა დაგროცა და გაგახმაროთ.